ზე პარტანიუსის არხზე. დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღეა 108 წელი შესრულდა 1918 წლის 26 მაისის შემდეგ და გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს და ბუნებრივია დღეს ვისაუბრებთ მთავარი თემა იქნება ჩვენი დამოუკიდებლობა და ასევე ბუნებრივია ის აქცია რომელიც აქვს ოპოზიციას დღეს საღამოს დაგეგმილი. ჩვენ პირველ სტუმარი იქნება ბეჟან ჯავახია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ზვიად გამსახურდიას დროინდელი უმაღლესი საბჭოს წევრი. მოგესალმებით ბეჟან. მოგესალმებით. მადლობა. პირიქით მადლობა მოწვევისთვის. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის და რა განწყობით ხვდებით დღევანდელ დღეს? თქვენ ადამიანი რომელმაც დამოუკიდებლობის აღდგენას მოაწერეთ ხელი. ეს რაღაცა ესეთი ძირფასი საიდუმლოების ახსავს რიცხვია ჩემთვის. იმიტომ რომ ჯერ კიდევ სტუდენტობის დროიდან როცა გავიგეთ რა დღე იყო, რაღაცნაირად იდუმალ სიხარულს აღზრდავდა ჩვენში და ეს თავისთავად დარჩა ამდენად. როგორც არ უნდა იყოს პირობები ეს რომელი წელი იყო, როცა გაიგეთ პირველად, რომ 26 მაისი არსებობდა ასეთი დღესას? ალბათ, მე მგონი ბოლო წლებში სკოლის ან პირველ კურსზე მაინც აუცილებლად, იმიტომ რომ ისტორიის ფაკულტეტზე ვსწავლობდი, ამდენად გავიგეთ კი ნამდვილად. იმიტომ რომ საბჭოთა კავშირი ახლა 25 თებერვალს უფრო აღნიშნავდა. უკვე ნამდვილად აღნიშნავდა, მაგრამ ჩვენც აღნიშნავდი სტუდენტობის დროს შავი პერანგით, შავი ტანსაცმლით ხდებოდა გამოსვლა ქაშვიეთისკენ. 25 თებერვალს. ეს იყო ძალიან ბევრი. ონდეს იყო უკვე 70-იანი წლების მეორე ნახევარი უფრო, როცა ასე აღნიშნავდი პრინციპში. ამდენად ძირფასი დღეა, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა, რასაკვირველია. სხვა შორის ეგ დღესასწაული პირველად ჩვენმა უზენაესმა საბჭომ დაადგინა, იმიტომ რომ როგორც დღესასწაული დამოუკიდებლობის დღე. იქამდე არ იყო დამოუკიდებელი არც საქართველოს და არც დამოუკიდებლობის დღე არ ჰქონდა. თუმცა მაინც მე ვფიქრობ, რომ საქართველოს უმაღლესმა საბჭომ გამოაცხადა და უკანასკენ, იმიტომ რომ ეცეთა მეჩვენება ხო არ ველოლიავებით რუსებს. როცა გამოუტყეს 70 წლიანი რუსული ანექსია, ხომ? იმიტომ რომ 1918 წელი არის უდაოდ, დიდი მიღწევა იყო საქართველოსთვის და სხვა შორის ამან ბევრი რამ შექმნა ჩვენი ქვეყნისათვის, მომავლისათვის და ყველაფერი, მაგრამ ჩვენ ბოლოს 9 წელს გამოაცხადეთ დამოუკიდებლობა, ანუ მისი დაბადების დღე არის, მისი დამოუკიდებლობის დღე არის პრინციპში 9 აპრილი, მაგრამ დაბადების დღე ალბათ არის დამოუკიდებლობის აღდგენის დღე. ისიც აღდგენა, იმიტომ თქვენ საქართველოს დაბადება ხდება, მაშინ როცა მაგრამ მესამე თქვათ და ასე დაიწყო და ორივე საქართველოს გაიგო. რესპუბლიკაზე ასე თქვა, ხო. რესპუბლიკა პირველი იყო. რასაკვირველად მე მაინც გონია რომ რაღაცა ხო არ არსებობს გარკვეული დუმალი რუსებისადმი ასე კი შიში რომ არ თქვათ რომ მაშინ განთავისუფლდით. ახლა დღეს მთელი დღე რაც მოვისმინე, არც ერთხელ არც სახელმწიფო მოხელეს არ უთქვამს თუ პირველ პირებს რომ ვისგან გავთავისუფლდით ან ვინ იყო დამპყრობელი, ამ ხსენებაც არ ყოფილა სხვათა შორის საერთოდ. ხო, მაგრამ სამაგეროთ დღეს თუ ვართ დამოუკიდებელი თქვენი აზრით როგორ ვფიქრობთ? აი ესეც არის მე ხელისუფლება სულ ამაზე აკეთებს აქცენტს, რომ აი ჩვენ ვიცავთ დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს. გულწრფელად გითხრათ რომ რასაკვირველია ჩვენი საოცნებო იყო ყოველთვის ეს დამოუკიდებლობა მე არ შემიძლია ვთქვა რომ ჩვენ არ ვართ დამოუკიდებელი. ჩვენ ნამდვილად გვახის რასაც ქვია ქაღალდზე დამოუკიდებლობასაც ჩვენ ვოცნებობდით და პრინციპში ჩვენც რო გამოვაცხადეთ, ჩვენ გამოვაცხადეთ დამოუკიდებლობა 9 აპრილს, მაგრამ მაშინაც არ ვიყავით თავისუფალი, იმიტომ რომ ჩვენ ესე იგი რუსეთის სივრცეში ქონდა ეკონომიკა, ფულიც კი რუსეთის იყო და გარდამავალი აღიარებულები არ იყავით. ქონდათ ხო აღიარებული არ იყო, ქონდა გამოცხადებული გარდამავალი ეტაპი და ვთქვით რომ აი როგორც კი საბჭოთა კავშირის დაშლა ოფიციალურად მოხდება და გვაღიარებენ აი მაშინ წყება დამოუკიდებლობა. როგორც კი გვაღიარეს, ან 21 დეკემბერს დაიშალა თქვენი საბჭოთა კავშირი, 22-ში გვესროლეს. ან ეს იყო რუსული ანექსია და კიდევ ეს მეხუთე კოლონა, რომელიც აქ არსებობდა საქართველოში. მე მაინც ასე მგონია, რომ ეს ასე მოხდა მაშინ. ანუ შემთხვევით დამცობა ვერ იქნება, ხო? შემთხვევით არ არის, ეგ ყველა ცნობილი ფაქტები, ახლა დღეს არ არის ამის თემა, თორე მე პირადად ერთი რამის გამო ვამბობ, რომ მიხარია ეს დამოუკიდებლობის დღე, იმიტომ რომ ძალიან ბევრს გონია, რომ ჩვენ დაგვამარცხეს 91-ში თუ 12-ში არა, იმიტომ რომ ეს ქვეყანა სანამ დამოუკიდებელი არის, მე ვარ გამარჯვებული, და ჩვენ მოვაწერეთ ხელი ამ დამოუკიდებლობის აქციაზე და ამიტომ ვფიქრობ, რომ არსებობს ქვეყანა დამოუკიდებელი. ჩვენ ამ გამარჯვებულთან ვისაც ყველა ეს ქართველი, ვისაც მნიშვნელოვანი იყო ეს გამარჯვება. მე მგონია, რომ ესენი უფრო ამ შემთხვევაში და შემდეგის რეჟიმის წარუდგენაში ეს სიგუა კიტოვანის
უფრო მეკობრეებს გავდნენ ისინი და გვანან ესენი, რომ გატაცებული აქვს ეს საქართველოს ეს ხელისუფლება, ძალაუფლება მიტაცებული, თუმცა საერთოდ მიადგნენ არაფერი. ეს არის უბრალოდ მეკობრეების თვისება, რომ გამოიყენონ ეს ეკონომიკური პირადი კეთილდღეობისათვის ეს ხომალდი, რომელიც მათ გატაცებული ყავთ. ამიტომ ნამდვილად ესეა გამიტაცებულია ხელისუფლება. ხო, სხვათა შორის ხელისუფლებაც აქცენტს აკეთებს დამოუკიდებლობის აღდგენაზე დღეს მთელი დღეა. 35 წელს ახსენებენ, ხო, შალო პაპუაშვილმა თქვა 35 წელია დამოუკიდებლად ქცევის ეკლიან გზას გავდივართ და ასე შემდეგ და ნუ მე თავისი პროპაგანდა რომ ვიღაცა სურს რომ წაგვართვას, ის ვიღაცა რუსეთი კი აღარ არის. არამედ თქვა პირდაპირ თქვაც რომ აი თქვა შემდეგში აი მან მათიკაშვილია, ხო ეგ დეპუტატი, იმან თქვა რომ ჩვენ მე ის ელჩები არ დავპატიჟეთ, იმიტომ რომ ისინიო ხო არისო ებრძვიან ჩვენ დამოუკიდებლობას, პირდაპირ გამოთქვეს ეს რა არის ის რომ ყველა შემზარავი ამბავი ეს არის და ჩვენ ამაზე დიდი განგაში უნდა ავტეხოთ რომ აი მე კი გვიანი ხო ესენი კინის ფართას ჩამოაფარებენ. ასე იყო ყველას ეგონა 1928 წლამდე 32-მდეც კი მიდიოდნენ უცხოეთში სასწავლებლად რაღაცეთ აღწევდნენ ქართველები ესეთი გრიგოლ ბაქიძეც კი 30 წელს არის წასული ხომ მაგრამ ეგონაც ესე იქნებოდა სულ და ჩვენ თუ ამას განგაში არ ავკეთეთ ისე ჩავკეტავენ ამ სივრცეში რომ ძალიან დაგვიანდება ეს ყველა ხო ამაზე ვილაპარაკოთ როგორი სიტუაცია უბრალოდ ის აღნიშნა რომ 26 მაისს საუბრობენ დამოუკიდებლობის აღდგენის დღეზე და 35 წელზე და თუ ეხლა 35 წლის თავს აღნიშნავ მაშინ 9 აპრილს უნდა აღნიშნავ ხო დამოუკიდებლობა 26 მაისს თუ აღნიშნავ ეს არის 108 წლის თავი და არის დამოუკიდებლობის გამოცხადების დღე ასე ვთქვათ ხო და რაღაც არეული აქვს ასე ვთქვათ ირაკლი ყობახიძემაც აი 40 წლიან მოსეს გზას გავდივართ და დავჩაო ცოტა 4 ტროდორ და ვშოთ 35 წლის თავია ცოტა მათემატიკაში ვერ არის საერთოდ იმაში საერთოდ 28-ში უნდა საერთოდ არ ვიცი მაგრამ ნუ ხო და რაღაც ამას ითვლიან და თუ ამას ითვლი მაშინ 9 აპრილს უნდა აღნიშნო გამოდი თუ 35 წელს თუ ითვლი ამას ხოთა შეიძლება აღნიშნეს საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის თავი თუ გახსოვთ და ბარათების გაისინო აი მე მომწონდა სამზადო ბარათების ხო არა ამათ აღნიშნეს 100 ხო მაგრამ სხვა ეპოქა იყო მაგრამ 100 წლის თავი აღნიშნეს ანუ იმიტომ ვაბურე ეჭვი მეპარება მეთქი ამათი იმიტომ ესენი არის რუსული ამ რუსეთთან დამოუკიდებლობის გამოაკეთებენ ამ ყველაფერს ნახეთ იმიტომ რომ აი ნახეთ ერთხელაც კი არ უხსენებია, აი ყველაზე შემზარავი ყველაფერთან იყო რომ არ მიულოცეს ყველას ვიღაცამ მიგრაციას კი ახსენა, მაგრამ აი თუ თქვენ დააკვირდეთ ერთხელ მაინც თუ ახსენეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველები. ერთხელ მაინც თუ ახსენეს, ან აფხაზეთის ტერიტორია თუ ახსენეს, ან ცხინვალის რეგიონი თუ ახსენეს. მაგრამ ერთხელაც არ უხსენებიათ. იცით რა არის? მე მაქვს ამის შეში, იმიტომ ნახეთ რაც მე ჩემი ცნობიერებაში მახსოვს იმდროს 30-40 წლის აკარგული იყო საქართველოს ტერიტორიები, აი ტაო-კლარჯეთი და სხვები და არ ხსენებდნენ. და მოვედით იქამდე რომ ჩვენც არ ვახსენებთ უკვე და მიგვაჩნია რაღაც ბუნებრივ მდგომარეობად. ნახეთ, გავიდა 35 წელი იმ დაპყრობიდანაც ხომ ასეა 12 წელია დაკარგვიდან აფხაზეთის და სამაჩაბლოს. ესენი არ ახსენებენ უკვე, მათ ყველაფერი გააკეთეს იმისათვის რომ რუსებისთვის დაეწყოთ ეს ტერიტორია, მათ ყველაფერი გააკეთეს ამისათვის. ამიტომ არის ძიმე მდგომარეობა ყველა მხრივ ყველა მიმართულებით რასაც ესენი აკეთებენ. ხო, არ თუ მათ თავდაცვის მინისტრაც კი რაზე ილაპარაკა რეალობაში სადაც ტრადიციული ღირებულებების და იდენტობის წაშლის ცდელობა თვალსაჩინო ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული პოლიტიკა გადამწყვეტია. ანუ თავდაცვის მინისტრი ლაპარაკობს არა ამ თემებზე რაზეც თქვენ ხა, არამედ ლაპარაკობს რაღაც იდენტობის შენარჩუნებაზე, ტრადიციული ღირებულებების, მახსოვს ბურჭულაძე წინა თავდაცვის მინისტრმა საერთოდ თავარ გამოწვევად ოკუპაცია კი არ დაასახელა, თავარ გამოწვევა არის ლიბერალიზმიდან მომდინარე საფრთხეებიო და ამ თავდაცვის მინისტრი რო ხარ და ამაზე ლაპარაკობ, ხო, რაღაც ტრადიცია, ლიბერალი, არა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, არა თავდაცვის გაძლიერებაზე, არა უსაფრთხოებაზე, ხო? ნუ არ ვიცი ხა, აზე არის ასე ვთქვათ. მე მგონია ესეც ბანდერა სულიად მარტივი არის რომ აი ნახეთ როდესაც 1921 წლის 25 თებერვალს დაგვამხეს ხომ მარტის პირველ წუთში გამოვიდა გაზეთი კომუნისტი მოდი წაიკითხეთ გაზეთი კომუნისტი პირდაპირ როწერია 3 წლიანი ტირანული რეჟიმი დაუშვით და დავამხეს სისხლიანი 3 წელი ზუსტად 9 სისხლიანი წელისა რაღაცა ანუ ზუსტად იგივე ტერმინებია ზუსტად იგივეა რომ ევროპა გვებრძოდა იმ ხალხი რომელსაც იყიდეს ეს ხალხი და მათ აგენტებს წარმოადგენდა ხო რაღაც წითელი ეშმაკი და ფილმებიც კი დადგეს მაშინ და მთელი ეს ამბავი ამიტომ მე სულაც არ მიყვარს იმიტომ ამ პროპაგანდაზე მუშაობენ ისინი და პრინციპში მაინც არ ვიცი ეს ქვეყანა მაინც არის ისეთი რომ მე მაინც ხედავ რომ ადამიანები ამას არ დათმობენ იმიტომ რომ ჩვენ
აი თუნდაც აი მერაბ კოსტავასის სიტყვები ახსენდება ხომ აი თუ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ თუ ყოველდღე არ იბრძოლებ მისთვის ესე იგი დაკარგავ დამოუკიდებლობას და შენ თავისუფლებასაც გიო. ამიტომ ესე მგონია რომ პრინციპში ჩვენ ვართ ძინო მდგომარეობაში, მაგრამ მაინც ვფიქრობ 35 წელი ძალიან ცოტა დამოუკიდებლობის ახალი ქვეყანა, ანუ ახალი ფეხამდგმული ქვეყანა იმ სივრცეში სადაც ჩვენ ვარსებობთ და ამიტომ ჩვენ უნდა გვეფიქრეს მოსალოდნელი იქნებოდა აუცილებლად. ეხლა დღეს მით უფრო რაც მოვისმინე, რაც სომხებმა ეს აიღეს ინფორმაცია, ვთქვათ, რუსეთიდან რომ 2012 წლის ოპერაცია იყო ივანიშვილი რუსული და ის მსგავსი ოპერაციას კარაპეტიანის სახით ამზადებენ სომხეთში, ჩვენ შეიძლება მეტი დავფიქრდეთ ამ ამბავს. აი ეს ვფიქრობ რომ იცით რა არის მე ასეთ რამეს ვისმენ ხშირად რომ არის ესეთი ამერიკელი ისტორიკოსი დაწერა რომელსაც ქვია ისტორიის დადუმება ჩვენ ხშირად ვწირს ისტორიას ვადუმებ წარსულს ვამბობთ რომ ახლა ამის დრო არ არის ახლა ერთობის დროა ახლა წინ უნდა ვიაროთ მაგრამ რამდენად ვიარეთ წინ მე არ ვიცი ამ ერთობის პრინციპში ყალბი ისტორიით და იქ სადაც არ არის სიმართლე ხომ ასე ყალბი ისტორიაზე ლაპარაკობთ და დღეს არ ვიცი იმედის ქარდი თუ ნახეთ ყველა ამას ატერიალებს ახლა ნახეთ ჩვენს მაყურებლებს და სადემსონებს იმედმა დადო ქარდი დამოუკიდებლობის იმათაც შეეშალათ ესე გამოუკიდებლობის აღდგენის 35 წლის თავს გილოცავთ და კიდევ ერთხელ ვიმეორებ დღეს არის 108 წლის თავი დამოუკიდებლობის გამოცხადების 35 წლის თავს გილოცავთო და დადეს ქარტი სადაც ერთად არის გამოსახული ზვიად გამოსახული მე რა კოსტავ და ბიძინა ივანიშვილი აი ესეთი სურათი დადო იტალიური კომპანია იმედმა და აი მთელი ქვეყანა არის გაოგნებული რა შუაშია ბიძინა ივანიშვილი თუნდაც 9 აპრილის დამოუკიდებლობის აღდგენასთან კაცი რომელიც მოსკოვში ცხოვრობდა მაშინ და საერთოდ არც გაუგია საქართველოში რა ხდებოდა აფინანსებდა იმ ხალხს ვინც საქართველოში ლებეც აფინანსებდა აფინანსებდა საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებდა ყოველთვის მაგრამ მე ეს ახლა კი არ მეკვირს მე მეკვირდა 2012 წელსაც და ახლა როცა ბევრი ადამიანი თქვენ ისიც რომ აი საუკეთესო ბევრი კარგი და პროდასავლური პარტიები მაგათ რესპუბლიკელები ალასანიას პარტია თქვათ იგივე უბასანიკიძის პარტია იგივე ჩემი ყოფილი პარტია რომ კონსერვატორული პარტია ხომ მივიდნენ და მაშინ ხო იცოდნენ ამის შესახებ ძალიან გთხოვთ რომ მე მიკვირს დავწერე კიდევაც ერთხელ რომ რა დრო დასჭირდა კიდას ბატონ ბერძენიშვილს რომ გაიგო ბიზნეს ინტელექტი როცა გამოაცხადა ინტელექტო ხომ მას არც მისი ინტელექტი თორე შეიცნობდა ბიზნეს ინტელექტს ხომ მე ვფიქრობ რომ ეს დიდი შეცდომა და უშუალოდ თუ მხოლოდ შეცდომა იყო ეს ამბავი ხომ ასეა ამიტომ მე ამას იმით კი არ ვამბობ ნიშის მოგებით რომ მე მივხვდი და ისინი ვერ მივხვდნენ ამაზე არ არის ლაპარაკი არის მომავალზე ლაპარაკი იმიტომ რომ ჩვენ ვერ ვისწავლეთ იმ ცოტა მოკლეხის ისტორიიდან ხო თუ მაშინ ის პოზიციონერებდა როგორც ხო გახსოვთ პროდასავლური ნატო ევროკავშირი ამბობდა და საუბრობდა და გვერდი დაიყენა რესპუბლიკელები ალასანია ასავასანია და ასე შემდეგ ეს პოლემიკა მქონია ბევრთან მეუბნოდ აი რესპუბლიკელები რო დადგენ ალასანია გესმით აი ამიტომაც ესე რო დამდგარიყო ბევრი არ დაიჭერდა მის პროდასავლურობას ხომ ასე ამას გარდა მე ვამბობ რომ რაც ისინი ამბობენ რომ უინტელექტუა და ლებეთან ეგ ორივე მაშინაც ხო იცოდნენ მე ამას ვამბობ ხომ ანუ ჩვენ ხშირად ეს ბიოგრაფია საჭირო ადამიანების ამიტომაც არის ლუსტრაციის კანონის არარსებობამ ამ ბიოგრაფიების არ გათვალისწინებამ მოგცა ის რაც მოგცა ხომ ასე ამიტომ ეს არის მომავლის დაფიქრების ამბავი მომავალშია რომ ჩვენ ვიყოთ უფრო ისტორიის წინაშე ანუ ისტორია რიც ფლობს ისტორიას ის ფლობს მომავალს ეგ არის ისტორია გამოთქმა ჩვენ ისტორიის შეფასება უნდა დავიწყოთ ჩვენ ყველაზე ტრაგედია მე ხან ისტორიკოსი ვარ მგონია ისტორიაში ვაკ აბსოლუტურად ისე ზერელეც ეკიდებით ამ მეცნიერებას ადრე ვიღაც ხალხო ბუღალტერია გონია რომ დავნობროს მეფეები და დავაწყოთ ან რაღაცა დავათარებოთ არა ისტორია კოგნიტურ უნარებს ვარ ამითარებს ჩვენში მაშინ ეს მეცნიერება არ არის ხო ამიტომ ჩვენ შეგვიძლია პროცესების გაგების ანუ ჩვენ გვჭირდება ინტელექტუალური ისტორია ჩვენ გვჭირდება განსხვავებული ახალი ისტორია ისეთ რა ისტორია არის დროის ნარატივი პოლიტიკური ნარატივია მაინც მაგრამ ნახეთ საქართველო არის 35 წელია დამოუკიდებელი. შევცვალეთ რამე ისტორიის უმჯობესად ნაწილს. ერთადერთი ახალ მასალებს ლაპარაკობთ ხო პირველი რესპუბლიკის შესახებ ნოე ჟორდანიას, ხო? მეორე რესპუბლიკის შესახებ ანუ გამსახურდია იმპერიის დადებული აქვს რომ არ შეიძლება ვილაპარაკოთ, იმიტომ იქეთ ხაენდრავა ყავს, აქეთ კი ბევრი სხვა ვიყავს, ხო, მასე ოპოზიციასაც ყავს და მათაც ყავს, ხო? თითო პუჩისტი ყველას ყავს, ხო? ხო, თითო პუჩისტი მეტი ხო? ახლა ის ნაკლები, მაგრამ პრინციპში ამაზე აღარ არის ლაპარაკი, ხო? ყველა ადამიანს აქვს ახსნისა და
პავლეს და საულეს ამბავი გვაქვს სულად ისტორიაში, მაგრამ მე ამიტომ არ ვერჩი მათ, მაგრამ მე ვამბობ ჩვენ გვჭირდება მაინც ისტორია. როგორც არ უნდა იყოს. მათთვისაც საუკეთესო ამბავია, რომ ამ ისტორიას სწორად აღიქვამენ, ხომ ასეა, რომ თავიანთ ადგილს იპოვიან სწორ ადგილზე. ხო, ну კი ბატონო, თქვენ ახსენეთ ახლა ოპოზიცია და დღეს ნუ ოპოზიციის ასე ვთქვათ აქციაც არის. საღამოს თქვენ ხშირად ხართ ჩართული ამაზე. ვთქვათ ოპოზიციურ მოძრაობებში, ალბათ მიდიხართ დღესაც აქციაზე. რას ფიქრობთ, ხო, ეხლა როგორც გახდა ცნობილი, ოპოზიციას არ შეატანინეს ტექნიკა რუსთაველის გამზირზე. ხო, თუმცა იქ ყველაფერი დასრულდა, ხო, საზეიმო ღონისძიებები, რაც იყო აღლუმით ოფიცის დადება, ყველაფერი დასრულდა და საღამოს არის, ხო, 8 საათზე იქნება დაახლოებით რუსთაველზე ალბათ ეს ამბავი, 9-ზე, ну, მაინც პოლიციამ წაართვა მანქანა ოპოზიციას და სცენის და ასე დინამიკები და რაღაცა მიკროფონები იყო გათავსებული. ანუ სცენის დადგმის საშუალებას არ აძლევს. რა არის ეს თქვენი აზრით? რა მიზანს ემსახურება? მიზანი გასაგებია, რასაც ემსახურება. ეს არის ტოტალიტარული რეჟიმი და თავისუფალი სიტყვა არ არსებობს, ხო? მიზანი აქ არ არის გარკვეული, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში უბრალოდ მიზანი არ არის გასული, მაგრამ ესეც რაც უფრო მეტად სუსტი ვიქნებით, რაც უფრო ნაკლებად შევუტევთ და მეტად ერთმანეთის კრიტიკაზე ვიქნებით ხოლმე და ხელისუფლების, ანუ რუსულ რეჟიმს არ დაუპირისპირდებით, მივიღებთ ასე იქიდან უფრო მეტი ისინი უფრო ძლიერები იქნებიან, მე ასე ვფიქრობ. ამიტომაც არის რომ ჩვენ გვჭირდება მეტი ერთობა უნდა გავიყოთ იმის მიხედვით, არა იმის მიხედვით, რომ ვის როგორი მოწყობის პრინციპი აქვს ქვეყნის სოციალისტური თუ ვთქვათ ან მემარჯვენეც მე ამიტომ ვის უნდა რუსეთი და ვისაც არ უნდა რუსეთი, ხო? აქ უნდა გავრიგდეთ გინდათ პუშისტი და გინდათ არა პუშისტი, ხო? ეს არის მთავარი პრინციპი. მე მაინც გონია რომ არ შეიძლებოდა კრიტიკა იმისა რომ 4 ოქტომბრის კრიტიკით ალიანსი რაღაც ძალიან ხშირად აკრიტიკებს, რაც მე არ მგონია სწორი იყოს, იმიტომ რომ მე მაინც ვარ დარწმუნებული, გულწრფელად ვარ დარწმუნებული, რომ მატა ბურჭულაძე ამ ქვეყნის კეთილმოსურნე ადამიანი იყო. შეცდომაც ყველა დაუშვებ თუ შეცდომა იყო თუ არა და გულწრფელი ბრძოლა იყო, ხო? ბრძოლა ყოველთვის გულწრფელი და ყველა ბრძოლა მენახეთ რამდენი აჯანყება იყო, რომელიც დამარცხდა ქართველების რუსების წინააღმდეგ. და თითო აგური დავდო შემდეგი გამარჯვებისთვის, ხო? ჩვენ ამაზე უნდა ვიფიქროთ. მეორე ძალიან გამიკვირდა სიმართლე გითხრათ, აი ახლა მე და თქვენ ლაპარაკობთ 26 მაისზე 9% ლაპარაკს რომელია და ასე. მაგრამ 31 ოქტომბრი მარტს რო გამოაცხადებ რომ 26 მაისს აკეთებ დიდ აქციას, არ იყო სწორი. თქვენ იცით, აი ძალიან კარგად ხო ამდენი წლის გამოსვლების შემდეგ ყველაზე აქტიური სეზონი არის გაზაფხული და არის შემოდგომა. გაზაფხული სეზონებში არის სწორედაც აპრილი და მაისი. აპრილი და მაისი გამოტოვეს მთლიანად და დავრჩით ამ მარშების. ამ მარშის ნებას იძლევიან ისევ დღესაც, შეგიძლიათ მარში გაიაროთ და უკან დაბრუნდეთ, ხომ ასე? ამას გარდა იცით რა არის? ადამიანი რომ მოვიდა ჩვენთვის აუცილებელი არის კონკრეტული მოთხოვნები, რომელიც ჩვენ გვექნება. დღემდე მეც არა ვარ გარკვეული რა არის კონკრეტული მოთხოვნა და მოთხოვნის არ შესრულების შემთხვევაში რა იქნება. თუმცა კონკრეტული მოთხოვნა რაღაც მესმის ალაგ-ალაგ პოლიტპარტიები, იქაც ვერ გარკვეულან როგორც სამოთვალების გამოშვება და საარჩევნო პირობების შექმნა მომავლისათვის. ხომ ეს არის სწორი, მეც ასე ვფიქრობდი, მაგრამ უნდა იყოს პირობა რომ არ შესრულების შემთხვევაში რა იქნება, ხომ ასე? რაღაცა ულტიმატუმებიც უნდა იყოს ხელისუფლების მიმართ, იმიტომ რომ ჩვენ სხვა გზა გამარჯვების გარდა ქუჩის ზეწოლისა, მოძრაობისა, ხომ ხალხის შემოკრებისა, რა? და არჩევნებისა ჩვენ სხვა გზა არ აქვს სხვათა შორის, ხომ? ეს ჩვენ ვიცით, რომ სხვა გზა არ იარსებებს ამ პატარა ქვეყანაში, ხომ? და ასეთი მხარდაჭერა, როგორც ჩვენ ამჯერად გვაქვს ევროპისაგან და დასავლეთისგან, არასოდეს არ ქონია. აი, დღესაც კი რომ ამერიკის აი რომ ჩვენ მოგვილოცა, ქართულ ხალხს მიულოცა და რა საქართველოს ხელისუფლებას დამოუკიდებლობის დღე. და არც ერთი ელჩი არ იყო ამ დასწრებაზე, როგორც ამ ღონისძიებაზე, როგორც ჩვენ გამოაცხადეს, შეიძლება ვიღაც წარმომადგენლები ყავდათ. ამიტომ ამ ფორმის არ გამოყენება და ურთიერთდაპირისპირების ფორმა, ხომ? ეს არის ძალიან დიდი შეცდომა. მე ასე მგონია და ახლა ძალიან ძნელია, იცით რა, შესაძლოა მე პოლიტიკურ პარტიებს არ ვთვლი. ამ შემთხვევაში ნახეთ ილია ჭავჭავაძე ასეთ პარტიის წევრი არ იყო და ამბობენ რომ უნდა შექმნა ფაქტი არ შეუქმნა, მაგრამ მისი მოქმედება იყო ძალიან მნიშვნელოვანი, ხო? მისი სიტყვა იყო ძალიან მნიშვნელოვანი. სად არის სამოქალაქო საზოგადოება თუნდაც? აი, ჩვენი საზოგადოება სად არის, როცა არ აძლევს უფლებას, ჩვენ რას ვაკეთებთ ამ შემთხვევაში, რომ ეს მარტო ის კი არ მოვიდეთ ხოლმე თქვენთან სტუდიებში მოვდივარ ან სადღაც არა. მე ვამბობ რომ ჩემნაირი ადამიანის მოქმედებას მეტი უნდა ყოფილიყო. მე დღეს კი არ უნდა ამბობდე რომ აი ორი თვე არა. იქ მაშინ გაგვიკეთებია, ხო? ეს განცხადება რომ ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ და ქმედების
რომ რა უნდა ყოფილიყო, არა? ჩვენ ხარს არ უჭერთ, მაგრამ ოპოზიციური პარტიებში შიში აქვს, რომ მივიდნენ იმ დაჩაგრულ უნივერსიტეტებთან, მივიდნენ, თქვათ, იგივე მშობლებთან. ის ხალხიც ასე ფიქრობს. აი ეს მძიმეა, რომ როგორც პოლიტიკა აღარ გვინდა, პოლიტიკა თუ გაერება, იმიტომ გვებრძიან. არ არის ასე, იცით რა. ყველაფერი პოლიტიკაა თქვენის ძალიან კარგად, რომ ნებისმიერი ქმედება არის პოლიტიკა, ხომ ასე? ამიტომ ეს ყველა კარგად იცის ოფიციოზმა და ხელისუფლება. ხო, ნუ ეს მესმის კი შეიძლება უფრო აქტიურად გამოყენებათ, მაგრამ ალბათ დღევანდელი დღის მთავარი მიზანი ოპოზიციის მხრიდან არის ის, რომ ხელისუფლებამ კვლავ ნახოს, რომ ბევრი ადამიანი არის ვინც არ ეთანხმება მის პოლიტიკას, ხო? და აქედან გამომდინარე არის მნიშვნელოვანი, რომ ბევრი ადამიანი მოვიდეს. არ ვიცი რამდენი მოვა. არა, აუცილებლად მნიშვნელოვანია ხელისუფლების მეტად დასავლეთმა იცოდეს, რომ ჩვენ კიდევ გვაქვს ბრძოლის უნარი და ბრძოლის სურვილი და ვიბრძოლებთ ამისათვის, თორე მე ნამდვილად მახსოვს 300,000-ზე მეტი 24 წლის, აი, როცა გამოაცხადა ყობახიძე, რომ მოვიდივარ ევროპისგან, ხო ასე? აი, მე ვნახავს იმდენი ადამიანს არასდროს არ ვინახავს, ალბათ საწერ მაგიდას მოუშორებელი ადამიანს ან დაზგას არა. მოვიდნენ, მაგრამ სად იყო მაშინ ისე ვერ გაბედა ოპოზიციურმა პარტიებმა, რომ პოლიტიკური გამოეჩინა ძალაუფლება. მე კიდევ ერთხელ ვთხოვ, რომ მათ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება. ესე კი არა რომ დაცვის მექანიზმი რაც უნდა პრობლემა არის ის რომ გვაკლია მასშტაბური ლიდერები ისეთები როგორც იყო ზვიად გამსახურდია მერაბ კოსტავა თუნდაც მიხეილ სააკაშვილი ხო ნუ გვაკლია აი ნახეთ ბანდერ როგორც არ უნდა თქვათ 2012 წლიდან დღემდე 15 წელი გავიდა ხო მასე 14 ხო შეიქმნა ლიდერი მიხეილ სააკაშვილის გარეთ არ შეიქმნა მოდი ამასაც უნდა გაუწვით ანგარიში ახლა მოწონება ამოწონება ჯარად ლაპარაკი მე ჩემს საბავს გაგახსენებთ ჩვენ გვეუბნებოდნენ ყოველ დღე თუ ზიად გამსახურდია ჩაბაშორდებით, აი მიიღებთ არჩევნებში მონაწილეობას, ეს ხალხი მოგცემთ თქვენ ხმას და თქვენ გაიმარჯვებთ და იგივე მიზანს მიაღწევთ, რაც უნდა და ახლა ვინც ჩაბაშორდა ბატონ ზიადს? სად არიან ისინი? ვერც ლაპარაკ ხალხი ყველა გვეუბნოთ, აი ისინიც ვიღაცა მე არც არ ქონია მაგათთან შეხვედრა ხელისუფლების წარმომადგენლებთან, უცბად გითხრათ არც უშიშრებას არც პირადად არ დავაბარებიოს ალაპარაკოთ, ყველა ამბობს გიბარ, მე არ ქონია ეს, მაგრამ ესეთი ნიუსი მოდიოდა რომ თუ ჩვენ ვიქნებათ ყველას მინუს 1 ჯაბასაც ეკონდა, ხო? და მიიღეს უნდა რომ იგივე გუბაცანი კიდე იგივე კაკუასაც ჩემი პარტიიდან თქვა, იგივე ის აქია კოსტავა საზოგადოება, იგივე ჭავჭავაძე საზოგადოება, ყველა მიიღო არჩევნებში მონაწილეობა, რა მივიღეთ, ხო? და მეორე კიდე ზვიად გამსახურდია ესა უფრო მეტი ძალა ჰქონდა ბრძოლის უფრო ფართო მასშტაბური იყო დაპირისპირება მისი გაცნობის შემდეგ საერთოდ გაქრა მოდით იქაც იყო ხო ვიღაცას მოსწონდა კატეგორიულად ვიღაცას კატეგორიულად არ უნდა და მის სახელის გაგონება ხო შედეგი მითხარით რა არის მე ვთქვი ხო ყველას რომ გავიცვალისწინოთ ეს შედეგი დღესაც და შევხედოთ ამ ისიც არის ჩვენ არც ერთი ადამიანი ეს პოლიტიკაში ვინც არიან ჩვენი მნიშვნელოვანი არის იმ საქმეში როგორი არიან როგორ შეუძლიათ მათ ამ საქმის გაძღოლა როგორ შეუძლიათ მათ ადამიანებს აყოლება ხო და როდესაც ჩვენ მივაღწევთ იმას რომ ჩვენ გვექნება დემოკრატიული კანონები და პრინციპები რაც ისიც მიღწევას მემიდა მე ახლა მივხვდი რომ ჩვენ უკვე დამთავრდა ეს ლოზუნგი მხოლოდ ენა მამული და სარწმუნოება ჩვენ გვჭირდება სამართალი გვჭირდება სახელმწიფო დღეს სხვა სახელმწიფოა დღეს არის სახელმწიფო არა ენერგია თქვათ გენეტიკური წარმოშობა არამედ ვინც ამ სახელმწიფოს იცავს ვინც აქ ცხოვრობს არ არის სარწმუნოება მხოლოდ ერთი აღსარებლობა ხომ ასე ამიტომ ჩვენ აქ სამართალმა უნდა გაგვაერთიანოს ანუ სამართლიანი სახელმწიფო უნდა შევქმნათ და ამას თუ შევქმნით არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება ლიდერი ხომ ასეა მოძრაობის ლიდერი თუ კანონი ამას აირჩევს და ასე მოხდება ამიტომ ჩვენ ვჭირდება ამ თემებზე ლაპარაკი არა იმ თემებზე ლაპარაკი როგორც ჩვენ ხშირად ლაპარაკობთ აი დღესასწაულების მიხედვით განსაზღვროთ როგორც მივიდეთ არამედ მაინც იმაში რომ განსაზღვროთ ისტორიულ პროცესში ხდება ვინმე შეისწავლა რამე გაიგო მის ხო დიდი ხანი არ გასულს 40 წელი გავიდა რაც გამსახურდიას დამხობის და ვინმე მიხვდა იქ რატომ მოხდა ეს პროცესი ანალიზი გააკეთეს რამისი ამ ადამიანმა მიუხედავად იმისა რომ თვითონ ამერიკის საელჩომაც კი დაწერა რომ 92 წელს იყო საქართველოს ანექსია ესე იგი მოვიდა რუსები და რუსეთთან იდნენ ეს ადამიანი. ამის გაგონებაც კი არ უნდა. ეხლა გუშინ ტელევიზორს უყურავთ რუსთავიორს. იქ ისე მთელი ეს ნანა ეს რა ქვია, რა ქვია ეს კაკაბაძე. დევდარიანი, აი ეს რა ქვია, ბათიაშვილი, საყვარელიძე, რომელიც ისე თამათ ლაპარაკობდა. მთელი პუჩისტები. მთელი არა თუ პუჩისტები, დამამხობლები ხალხო. მე არ მაქვს ლაპარაკი პუჩისტები არ მოსწონდათ, მარტო 2 თებერვლის დახვრეტის მონაწილეა ყველა ის ადამიანის ხმა არა მოიყო და იყო პოლიტიკაში, ხო? მე პირდაპირ გეუბნებით ამას. ვინც 2 თებერვალს ან 6 იანვარს ხალხის დახვრეტისათვის ხმა არა მოიღეს, ხომ ასე? ისინი მონაწილეა ამ საქმის.
ისინი პროცესში არიან მონაწილე და თუ იყვნენ პოლიტიკაში. მე არ ვამბობ უბრალოდ ადამიანებზე, რომელსაც არ შეძლო ამის დაცვა. ახლა ეს როგორ არის მაშინ ბიოგრაფიის საუბრობთ 92 წლის 6 იანვარზე და თებერვალზე, როცა თბილისში დახვრიტეს მიტინგები. მე არ ვამბობ სამეგრელოში. წალენჯიხის ამბები ვინმე ნახოს ახალხი რამდენი ადამიანი დახვრიტილი. ნემა ბურჭულაძე იხსენებს რომ აკვანში ბაუში ჩაცხილეს, იმიტომ ზვიადი ერქვა. ჩვენ ესეთი ფაშიზმის ამდე გაიგეთ ეს ხალხი მელაპარაკება დღეს უკან დაბრუნებული შევარდნაძის აღდგენილი რეჟიმით მეუბნება რომ სააკაშვილი იყო სისხლიანი აი ამიტომაც არის ჩემთვის სულად გაუგებარი ეს შედარებითი პრინციპები გასაგებია რომ აი დანაშაული იყო არც ნაცია არც კოცი როგორც დანაშაული იყო არც სოციალ-დემოკრატები და არც ბოლშევიკები ხომ ასეა დანაშაული იყო არც კაცი ესე იგი გამსახურდია და არც შევარდნაძე აი ეს იყო დანაშაული ჩვენ თუ ამას დღემდე არ შევხედავთ რომ მისას გავატოლებთ ბიძინასთან გამსახურდიას გავატოლებთ კიტოვანთან სიგუათან შევარდნაძესთან ან კიდევ ჯორდანიას გავატოლებთ ორჯონიკიძესთან და პირდა მაგას ეს არის ამიტომ ამბობ ყალბი ამ ისტორიის შექმნაში ისტორია ის კი არ არის დღეს რამდენი მაგალითები მოვიპოვოთ და ისტორიიდან აღმოჩენა არ არის ისტორია არის ჭეშმარიტებისაკენ სწრაფვა ხომ ჩვენ ყველგან ჭეშმარიტება ყველგან გვაქვს შეფარდებითი ხომ ასეა და ამიტომ ეს იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი კი ბატონო, მადლობა დედი გადაცემაში სტუმრობისთვის და საინტერესო საუბრისთვის. ბეჟან ჯავახია იყო ჩვენი სტუმარი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, უმაღლესი საბჭოს ყოფილი დეპუტატი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი. ჩვენ გვაქვს რეკლამა, რეკლამის შემდეგ დიამეტრეველი შემოგვიერთდება. მაშასე ჩვენ დავბრუნდით ეთერში, როგორც გადაცემის პირველ ნაწილში ვისაუბრეთ, დღეს არის საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, 100 წლის წინ 1918 წელს საქართველოს გამოაცხადა დამოუკიდებლობა, ხოლო 35 წლის წინ აღვადგინეთ ეს დამოუკიდებლობა 9 აპრილს. დილით იყო ამ აღსანიშნავი ღონისძიებები საღამოს კი, როგორც იცით, არის ოპოზიციის აქცია, სწორედ 7 საათზე იწყებს ის ადამიანები, ვინც აპროტესტებს ამ ხელისუფლების მმართველობას, იწყებენ შეკრებას თესეუსთან და სწორედ თესეუსთან იმყოფება ჩვენი კორესპონდენტი სალომე ჯაფარიძე, რომელიც როგორც მეუბნებიან ხაზია, ეხლა თუ ესმის სალომეს ჩემი. მოგესალმები სალომე და გოგვითხრა რა ხდება მან დაიწყო თუ არა შეკრება. მერე შეკრება უკვე დაწყებულია 7 საათი რაც იმას ნიშნავს რომ ოპოზიციური ალიანსი კრიტიკულად განწყობილი ჯგუფები შეიკრიბნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიასთან და შემდეგ უკვე მსვლელობით გადაინაცვლებენ თავის მხრივ ქვეყნის პარლამენტთან. აქვე შეგვიძლია ვთქვათ რომ დღეს ინციდენტების გარეშე არ ჩაულია როგორც ნიკა გვარამიამ ამცნო Facebook პოსტის მეშვეობით საზოგადოებას მათ სურდათ რომ ტექნიკა აპარატურა ხმის გამაძლიერებლები ჩაეტანა ჭანტურიას ქუჩაზე იმისათვის რომ თუნდაც სიტყვისთა მიმართვები ყოფილიყო გასაგები საზოგადოებისთვის თუმცა ნიკა გვარამია ამბობს რომ ტექნიკაც და თავის მხრივ ავტომობილიც რომელთაც გადაქონდათ ტექნიკა უკვე ჩამორთმეულია სამართალდამცავების მხრიდან თუმცა აქვე რომ ეს არ იყო საშუალება რომლითაც შეუძლიათ რომ ხმის გამაძლიერებლები ადგილზე ჩაიტანონ. მოკლედ იკრიბებიან უკვე არა მხოლოდ ალიანსის წარმომადგენელი პარტიები, მათ შორის კრიტიკულად განწყობილი ჯგუფები, რიგითი მოქალაქეები, ასევე ვხედავთ ბანერებს დილშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლებით შემოუერთდნენ აღნიშნულ საპროტესტო აქციას და მოდით გადავალ ახლა რესპონდენტებთან ამ შემთხვევაში რომან გოცირიძესთან გადავალთ. მოგესალმებით ბატონო რომან. იშვიათად ხედავთ ხოლმე აქციებზე, თუმცა დღეს იმყოფებით ამ საპროტესტო აქციაზე, აი რა არის მთავარი დღევანდელი დღის არსი და ზოგადად რომ შეაჯამოთ ეს. არა, იშვიათად რატომ? მეტყობა ხალხში ეს ვერ მომაგენით. ყოველთვის დავდივარ. ნუ ჩვენ ნახეთ რომ დღევანდელი 26 მაისი როგორ აღნიშნა ამ ხელისუფლებამ ესე იგი თეოდემოკრატიულ სახელმწიფოს ქმნიან. აი სასულიერო სამღვდელო, ასე ვთქვათ, თემატიკით დღეს მიმართეს საზოგადოებას, სპეკულირებენ პატრიარქის სახელით, ეკლესიით, რელიგიით და დაავიწყდათ რომ დღეს იყო ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის დღე. ყველა ხალხს მიმართავენ, მათ შორის უნამუსო პროპაგანდას, ხალხის გაბრიყვების რუსულ მეთოდებს თავიანთი აი ამ ასე ვთქვათ მართული ტელევიზიებიდან
საშის ზღვარს მიაღწია უკვე ქართული ოცნების მმართველობამ. ამიტომ რაც უფრო ბევრი ვიქნებით და რაც უფრო მივაწვდენთ ხმას, საერთაშორისო თანამეგობრობას, თავად ხელისუფლებას, რომ ჩვენ არ ვაპირებთ დათმობას, საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ ერთად ყოფნა არის გამარჯვების საწინდარი. ამიტომ ასეთი დღეები ბევრი უნდა იყოს. ეს არ ნიშნავს ახლა რომ მოვა 100,000 კაცი და ხელისუფლება ჩამოაგდებს, მაგრამ ბევრჯერ როცა მოვა ძირმომპალი რეჟიმი ფაქტობრივად წავა პოლიტიკურ სანაგვეზე. მადლობა ძალიან დიდი, უსმენთ რომან გოცირიძეს. მოდით ვნახოთ რა ხდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე. შიდა პერიმეტრი, შიდა ეზო უნივერსიტეტის უკვე შეიძლება ვთქვათ, რომ მოქალაქეებით არის სავსე და ვიცით მათი მარშრუტი, რაც არის, ეს გახლავთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ჭანტურიას ქუჩამდე. თუმცა აქვე ვიცით შინაგან საქმეთა სამინისტროს, თბილისის მერიის გადაწყვეტილება, როგორც თავის მხრივ გაჟღერდა განცხადება, მათ შორის საჯაროდ ინსტიტუციებმა, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ მიიჩნია მიზანშეწონილად 26 მაისს საპროტესტო აქციის გამართვა. თუმცა აქცია მაინც იმართება და ვნახოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ოპოზიციური აქტორები, შეიტანენ თუ არა ადგილზე ტექნიკას, მიუხედავად იმ უარისა, რომელიც უკვე გააცხადა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. ერთი ფაქტია, რომ 26 მაისის საპროტესტო აქციისთვის მზადება უკვე დაწყებულია და დიდი ალბათობით სულ რამდენიმე წუთში უკვე დაიწყება მსვლელობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. სალომე ჯაფარიძე, ჩვენი კორესპონდენტი, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში იმყოფება, იცით რომ იქ იკრიბება აქცია ოპოზიციის და ალბათ 8 საათისთვის დაიძვრებიან ისინი რუსთაველის გამზირისკენ. შეგახსენებთ, რომ აქციის ორგანიზატორებს პოლიციამ წაართვა მანქანა, სადაც იყოს ასე თქვა დინამიკები და სხვა ტექნიკა გამოსვლისთვის, სიტყვით გამოსვლისთვის საჭირო ტექნიკა. არ ვიცი რატო ასე შეაშინა ხელისუფლება სცენის მოწყობამ და იქ სიტყვებით გამოსვლამ, ვერ გეტყვით ამის მიზეზს. დიამეტრეველი არის ჩვენი სტუმარი, კულტურის მენეჯერი, აქტიურ მონაწილე საპროტესტო აქციების. მოგესალმებით. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. პირველ რიგში რა განწყობა გაქვს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით? მერაბ, მოგესალმებით. ვილოცავ საქართველოს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს და განსაკუთრებით ვილოცავ ჩვენს სინდისის პატიმრებს, რომლებიც დღეს უკანონო პატიმრობაში არიან და ტელეეთერებიდან თვალყურს ადევნებენ თუ რა პროცესები მიმდინარეობს ქალაქის ქუჩებში. მე ვუყურე აღლუმს ფრაგმენტულად და ესეთი განცდა დამრჩა, რომ ეს იყო რაღაც პარტიული რაღაც ღონისძიება, სადაც ჩვენთვის საქართველოს მოქალაქეებისთვის ადგილი არ იყო და ეს განსაკუთრებულად კარგად გამოჩნდა, როდესაც დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებმა გადაწყვეტეს იქ ადგილზე მისულიყვნენ, ან რა უნდა გაიკეთებინათ ისეთი, ყველაზე მეტი შეეძლოთ გაეშალათ უწყინარი ბანერი, სადაც ეწერებოდა და ეწერა წამალი ბავშვებს. ისინიც კი არ მიუშვეს და ესეთი დამოკიდებულება, როცა აქვს პარტიას, რომელიც ფლობს ქვეყნის მართვის სადავეებს, საკუთარი მოქალაქეების მიმართ, განსაცდელში მყოფი მოქალაქეების მიმართ, იქ როგორ უნდა ქონდეს განცდა, რომ ეს დღე, ეს ღონისძიებები, რაც დაგეგმეს, საერთო ზეიმის განწყობას შექმნიდა. მე უბრალოდ ვისურვებ, რომ მალე მოგვეყვანოს. იმიტომ ჩვენ უნდა მოვიყვანოთ დღეები, როცა ნამდვილად გაერთიანებული ქართული საზოგადოება, სადაც არ იქნება არანაირი ბარიერები, რაღაც ელიტარული ფლიგელები, ვისთვის შეიძლება შესვლა, ვისთვის არ შეიძლება მოქალაქეების რაღაც კლასობრივად დაყოფა, რომელიც საუკუნეა, ხო? 21 საუკუნეში ვიმყოფებით. ამიტომ ეს იყო სუფთა, ესე იგი წმინდა, ესე ვთქვათ, პარტიული ღონისძიება და ესე იგი რაღაც მესიჯები, ესე იგი არანაირ კავშირში არ იყო რაღაც დამოუკიდებლობის სულისკვეთებასთან, არ იყო ნახსენების მთავარი საფრთხე, ხო, ჩვენი ოკუპაციის რუსეთი. მთავარი საფრთხე ვექტორი შეცვალა ხელისუფლებამ, მთავარი საფრთხე ხა მათთვის მოდის დასავლეთიდან, ხო? ელჩებიც რამდენიმე ქვეყნის ელჩიც კი არ დაპატიჟეს და თავდაცვის მინისტრიც კი იმაზე საუბრობს
საუბრობს, რომ რაღაც არა ოკუპაციაზე საუბრობს, თავის მინისტრი ამეთ საუბრობს, რომ იდენტობას და ტრადიციებს ემუქრება საფრთხეო. ხო, ესე იგი, რუსეთის არხსენება მაშინ, როდესაც 20% ოკუპირებულია და ესე იგი, გავხსენოთ ჩვენს მაყურებელს, ხო? აი, ოცნების ამორჩევლით შეიძლება გვიცქერს და გვისმენს ოცნების ხელისუფლების პირობებში თან ხო აქვთ გაცხადებული რაციონალური რაღაც პოლიტიკა აქვთ არ დაგვიხსნან რას ნიშნავს ეს რაციონალური პოლიტიკა რაციონალურ პოლიტიკას 14-15 წლის განმავლობაში ხო რაც ხელისუფლებაში არიან ხო დაახლოებით რაღაცა შედეგი ხო უნდა მოეტანა ხო დეოკუპაციის გზაზე მიმავალი პატარ-პატარა შედეგები. ამის საპირისპიროდ ჩვენ ამ რაციონალურმა პოლიტიკამ მოგვიტანა გინტურის მკვლელობა, მოგვიტანა ეს ცოცავი ბორდერიზაცია, ხო, ესე ვთქვათ, საქართველოს სოფლებში მოგვიტანა აი რაღაც ბოლო კვირებში ხელმოწერილი რაღაც დოკუმენტები აფხაზეთის და ცხინვალის თვითგამოცხადებული ხო რესპუბლიკების წარმომადგენლებთან და მაშინ აუხსნა დღეს საჩუქრად პუტინმა ასე თქვა დამოუკიდებლობის დღეზე ვისაჩუქრა რომ სამხრეთ ოსეთის ეგრეთ წოდებული სამხრეთ რესპუბლიკასთან გააფორმა ეს ხელშეკრულება ასე თქვა ხო რაღაც თითქოს ახალ ეტაპზე თუმცა როდემდე უნდა კვებონ საქართველოს მოქალაქეები და როდემდე უნდა მართონ შიშით ხო ეს ქვეყანა მაშინ როდესაც ამ რაციონალურ პოლიტიკას საქართველოსთვის მისი ღირსების საწინააღმდეგოდ მისი არ ვიცი ხო განვითარების კეთილდღეობის საწინააღმდეგოდ არის ის შედეგები რაც გვაქვს ამიტომ მე ვფიქრობ რომ თავად ქართული ოცნების ამომრჩევლებიც ხო სვამენ ამ კითხვებს და განსაკუთრებით აი დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების გარშემო მიმდინარე მოვლენებმა ხო ყველაზე კარგად გამოაჩინა აი ვისაც კიდევ მქონდა განცდა რომ რაღაც ემპათია რაღაც ადამიანური ხო გრძნობები შეიძლება ამ გუნდის წევრებში ყოფილიყო ხო ესეც გაუფასურდა და ახალგაზრდა გოგობიჭებს ილიაუნის სტუდენტებს რომლებმაც მართლა ჩვენ შორის მოქალაქეებს შორის სოლიდარობის ხიდები ააშენეს ორ დღეში ხო 1.5 მილიონი ლარი ორ დღეში მოაბილიზეს შეუსიეს ტროლები შეუსიეს ეს რაღაც წარმოუდგენელი ტელეეთერები და რაღაც წარმოუდგენელი ადამიანების შეფასებები და არ ვიცი მეც ვადევნებ თვალყურს თქვენც ადევნებთ ქართული ოცნების მხარდამჭერებიც კი არიან აღშფოთებულები და შეშფოთებულები ამიტომაც იგივე ესე იგი დღეს ბიძინა ივანიშვილი ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას ფონზე იმ ბანერზე არ ვიცი თავად ისეთ ნაბიჯებს დგავენ რომ ეს ან ხელოვნური პროვოცირებაა ქართული საზოგადოების ხო რომ რაღაცნაირად კიდევ რაღაც აი ემოციებზე ითამაშონ და ადამიანებში რაღაც ისეთი პროტესტი გამოიწვიონ რომ კიდევ რაღაც ესკალაცია მოხდეს ქვეყანაში ხო ან რა ვიცი თვითონ ითხრიან მიწას იმიტომ რომ ქართული ოცნების ამომრჩეველი სვავს მეგობრებო ამ კითხვებს. სვამს კითხვებს რა კავშირია ბიძინა ივანიშვილსა და მერაბ კოსტავას შორის. ხო, ეს ვინც არის ეს შევახსენებთ ჩვენს რადიო მსმენელებს და მაყურებლებს დღეს მათმა მთავარმა პროპაგანდისტურმა რუპორმა ტელეკომპანია იმედმა დადო ეს ქარდი თავის გვერდზე, სადაც ერთად გამსახურდია კოსტავა და ბიძინა ივანიშვილი. ხალხი არის შოკში ჩავარდნილი რომ ბიძინა ივანიშვილი რა კავშირშია ამ ყველაფერთან. მე მგონია ჩვენ არ ვიცით დღემდე და ჩუმად იბრძოდა ივანიშვილი მათთან ერთად 9 აპრილს იქ იდგა ეთყო. მე რაც ვიცი და რაც ვისწავლეთ ისტორიიდან, მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდია რუსეთის იმპერიას და საბჭოთა კავშირის აი ამ სისხლიან მანქანას ებრძოდნენ და პოლიტიკური პატიმრები იყვნენ და ოლიგარქიის, ბიზნესმენის, თუნდაც ძალიან კეთილშობილის, ხო, დაყენება მათ გვერდზე, თან რა არის მერაბ? ეს ძალიან ისეთი განაცხადია და ძალიან ფრთხილად უნდა იყოს ესეთ რაღაცები. ეს შეიძლება ძალიან ცუდად მოგიბრუნდეს თამაში ესეთ ისტორიულ ფიგურებთან, ხო და ისტორიულ მოვლენებთან. იმიტომ რომ თავად ისტორია წყვეტს ვის რა ადგილი მიუჩინოს და შენ ვერ გადაწყვეტ ბანერზე ვიღაცის ფოტოს ჩასმით ან ამოღებით ხო რაღაცა ან შემატო ან დააკნინო ამიტომაც მე ვფიქრობ რომ ესეც არის რაღაც კიდევ ერთი რაღაც უსუსური და ამავდროულად ძალიან კომიკური ამბავი და აუცილებლად მინდა ვთქვა, ესე იგი აღლუმის ამ ფრაგმენტებს რომ ვუყურებდი, სულ მიჩნდებოდა კითხვა. ეს ჩვენი ჯარისკაცები, არაჩვეულებრივი ბიჭები.
საქართველოს თავდაცვის ძალებში მიდიან, რომ ემსახურონ ქვეყანას და დებენ ფიცს. დღესაც დადეს როგორც თბილისში, ასევე ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში, ხო, ფიცი. და ვფიქრობდი, რომ ბოლო წლების განმავლობაში და ახლაც ვინც კი იყო თავდაცვის მინისტრი, მერაბ, ყველა კორუფციაზე დაიჭირეს თავდაცვის სისტემაში და არა მხოლოდ თავდაცვის სისტემაში, სახლში ოქროს ზოდები და მუთაკებში მილიონი დოლარები უპოვეს. და ეს ადამიანები წლებია, ჩვენი სამხედროები და ახლაც ფიცს დებენ ასეთი კორუმპირებული თავდაცვის მინისტრების და სახელმწიფო აპარატის წინაშე და ფიქრობდი, რომ ესე იგი როგორი მძიმე შესახედია, ხო? ადამიანი გულწრფელად მიდის, რომ ემსახუროს თავის ქვეყანას და ყველაზე წმინდა ფიცის დადების მომენტში ადრესატი ამ ფიცის ქართულ ხალხთან ერთად, ხო? ვინ არიან და კორუმპირებული ადამიანები, რომლებიც ჩვენი შვილების, მოხუცების და მოქალაქეების გაღარიბების ხარჯზე დიდრდებიან და რომ დიდრდებიან და რო იპარავდა ქართული ხელისუფლების ყველა მაღალჩინოსანი, ეს თავად თუმა ოცნებამ აღმოაჩინა და თავად აქვთ, ხო, ეს საქმეები, ხო, ხმაურიანი. ამიტომ მე მაინც ვფიქრობ, რომ უნდა მოვიყვანოთ ნამდვილად ის დღე, სადაც ქართული საზოგადოება განურჩევლად რომელ პარტიის მომხრეა, ყველა ერთად ვიდგებით და ერთად ვიზეიმებთ. ბატონო, აქციაზე მიდიხართ ალბათ, ხო? ხო, აუცილებლად. და რას ელოდებით ამ აქციისგან? რატო არის მნიშვნელოვანი თქვენთვის, რატო მიდიხართ დღეს აქციაზე? ჯერ ეს ერთით 26 მაისია საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და სამწუხაროდ აღლუმთან მისასვლელი გზები ჩვენთვის იყო ჩახერგილი, ესე ვთქვათ. რაც შეეხება რატომ მივდივართ აი ამ ორგანიზებულ აქციაზე, ხო? მარშის ფარგლებში 7 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან ძალიან დიდი ხანია მერაბ, ესეთი დიდი მარში ამ საპროტესტო დღეების განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ ყოველ შაბათს იმართება, ხო, ორგანიზებულად ხალხმრავალი აქციები, 26 მაისს განსაკუთრებული რაღაც ატმოსფეროს უფებს და ასე დროს კიდევ უფრო მეტად უნდა მოვინდომოთ, რომ ხალხმრავალი იყოს ჩვენი ყოფნა ქუჩებში, რომ ერთმანეთი მერაბ დავინახოთ და ვირწმუნოთ, რომ ვართ ბევრი მოქალაქეები, რომლებსაც გვინდა ამ ქვეყნის ნამდვილი თავისუფლება და დამოუკიდებლობა და გვინდა ყველა საქართველოს მოქალაქე განურჩევლად რომელი პარტიის მომხრე ამ ქვეყანაში იყოს ბედნიერი. ხო, ну ეს გასაგებია, მაგრამ ბევრს აქვს რაღაც ესეთი იჭრებული დამოკიდებულება, ხო, ბრძოლის შედეგებთან დაკავშირებით, ბევრი იმედგაცრუებულია და ასე შემდეგ და მათ რას ეთყობთ? ესე იგი, ჩვენ გვაქვს მოცემულობა ქვეყანაში, როდესაც ოპოზიციური პოლიტიკური არენა, ესე ვთქვათ, აქტორები არიან დევნის და რეპრესიების მსხვერპლნი, ისევე როგორც თითოეული რიგითი მოქალაქე ტროტუარზე მდგომი, ქუჩაში საქართველოს დროშით მოსიარულე, ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, ძალიან რთულია, რომ ვიღაცას მოსთხოვო ძალიან კონკრეტული ქმედითი გეგმები იმ ფონზე, როდესაც პოლიტიკური ლიდერები არიან ან ციხეში, ან დევნილობაში, ხო, წასულები ქვეყნიდან. და ჩვენ უნდა ავიღოთ ყველა პასუხისგებლობა, ძალიან მიხარია, რომ დღეს ოპოზიციურმა, რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ ალიანსის ფარგლებში სხვადასხვა სამოქალაქო ჯგუფმაც გამოუცხადა მხარდამჭერა ამ ტიპის მარშის ორგანიზებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მე მჯერა და დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ არის რაღაცა ერთი კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის რაღაც ღონისძიება, ეს არის საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და უნდა ცოტი გვერდზე გადავდოთ ჩვენ ყველანაირი ესეთი რაღაც შიშები და სკეპტიკური დამოკიდებულება. ეს არის სწორედ ის, რაც უნდა ქართული ოცნების გუნდს, რომ ჩვენ შორის რაღაც ეჭვის მარცვლები დათესოს და ამაზე იხეიროს და ამით გაიხანგრძლოს ხელისუფლებაში ყოფნა. ამიტომ მოდით ჩვენი მოქალაქეობრივი ვალი შევასრულოთ, გამოვიდეთ საქართველოს და ევროკავშირის დროშებით ქუჩაში და ვაჩვენოთ დასავლეთ ჩვენს მეგობრებს, რომლებიც ნამდვილად არიან ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის დამცველები, განსხვავებით ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისგან, რომ ჩვენ ვართ ისევ ქუჩებში, ჩვენ ვრჩებით ქუჩებში და ვიბრძვით საქართველოს ევროპული მომავლისთვის. გასაგებია, საინტერესოა მართლაც ეს აქცია ისევ შეერჩა თუ არა ამ ხალხს, ასე ვთქვათ, პროტესტის
ხო ძალა და ვნახოთ მე იმედი მაქვს რომ იქნება ხალხმრავლობა მადლობა დიდი გადაცემაში მონაწილეობისთვის დიამეტრეველი იყო ჩვენი სტუმარი მე სულ ასე ვთქვათ დაგემშვიდობებით რამდენიმე წუთით სადღაც დაახლოებით 1 საათით 1 საათში დავბრუნდებით 9:30-ზე გადაცემით პოლიტიკური სივრცე მანამდე კი გიტოვებთ თავარ საინფორმაციო გამოშვებას